გაგიბრუნდით ისე პირდაპირ ეთერში და მინდა შეგახსენოთ, რომ 22 თებერვალს გაიმართება დინამო არენაზე მატჩი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი რაგბისტები, ბორჯღალოსნები და რუსი დათვები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დიდი მატჩი იქნება, ვთქვათ. კი, ძალიან. და დღეს ჩვენთან სტუმრები არიან ნიაზ მავრიკიშვილი, შეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით გვაზავა რაგბის კომაგი, ნიკა რამიშვილი, ასევე რაგბის კომაგი, მემანიშვილი გიორგი და მუსკუდიანი გიორგი, მოგესალმებით. რაგბისტები ვარჯიშობენ, როგორც ვისწრებო და სამწუხაროდ ვერ მოახერხეს. საპატიო მიზეზი არის. კი, ვაპატიებთ. სანამ საუბარს დავიწყებთ, ურის შეიძლება. ხო. ორი სიტყვით უბრალოდ ახლა უნდა ჩავამატოთ, ხო? ის სტაფილო და კარტოფილები რომ არ მოწყდეს აი მთავარ. ჩვენს უნდა ავუშვათ, რომ ჩვენი არის სურნელი დღე. მოკლედ ჩავუყრეთ, შეგვიძლია განვაგრძოთ. მოკლედ, პირველ რიგში გვაინტერესებს როგორ მიდის მათი მზადება. რა ეტაპზე არიან ახლა ბიჭები? ნუ ღია ვარჯიში გუშინ წინ ჩატარდა ხო ნიაზ მე მგონი და გამოიყურებიან შვენივრად და ის იმედი რომ ჩვენ ისე უნდა მოვუგოთ რუსეთის ნაკრებს გაამყარეს რაც ღია ვარჯიშზე გამოჩნდა პრინციპში. ყველა იყავით ღია ვარჯიშზე თუ არა? უმეტესობა. თუ ძალებს ინახავთ რომ დინამოს სტადიონზე უფრო კარგად უგულშემატკივრად. ძირითადად სამსახურის გამო ვერ მოვახერხეთ, მაგრამ თამაშზე აუცილებლად მთელი გულით და სულით მე უმუშევარია. ახერხეთ ამიტომ ხო? ტრაბზონში თამაში 2010 წელს. 2010 წელს. როდესაც მოვუგეთ ძალიან. ზოგადად რამდენად შეგვიძლია 15 ჩამოვთვალოთ კიდევ. ბოლო 20 წლის განმავლობაში. საერთოდ არ მოუგიათ რუსებს. პირველი თამაში ვთქვათ 13-ში მოვიგეს, როცა ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ აი ჩამოყალიბების პროცესში იყო. მე იყო ერთი ფრე როცა სოფლიოზე პირველად გავედით და დაანჩენია. ერთ ცალმხრივი არის ისტორია დანარჩენი. 15 თამაში გვაქვს მოგებული ერთმანეთს მიყოლებით და რამდენადაც მე საქმის ხურში ვარ, არც ახლა ვაპირებთ ამ ისტორიის დარღვევას. ძალიან კარგი, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ეს ესე იქნება და ვაპირებთ ხო გოგოებო ყველა. იცი რა გადავწყვიტოთ გუშინ რომ ყველა წამოვიდეთ და კარგია, რაღაცა ბილეთის ფასიც ძალიან მიზერული არის და სიმბოლური 3 ლარ ნახევარი ღირს ჩვენს მაყურებელსაც ვეთქვით და ყველა 3 ლარი რაღაცა მოუმატა. შაუ ბიზნესთან გვაქვს. გადამყიდველი ინფორმაცია იყო ალბათ ეს. მოსულდა 3 ლარ ნახევრად მოგიწევს. და ჩვენს უი რაიაფია ვიმეფია. პრინციპში ყველას რომ სიმბოლურია, მივბრძანდათ რაგბის თამაშზე და ვუგულშემატკივროთ ქართველებს ესეც აპასუხისმგებლობა მატჩზე. ის შემთხვევა, როდესაც მაყურებელს და ზოგადად გულშემატკივარს არ ჭირდება ხოლმე რაგბზე, ყოველთვის არის გადატენილი. მე ესე მახსოვს ხოლმე რომელ თამაშსაც ყოფილა, არასდროს არ არის რუსეთთან ისე თამაშებზე დადიხარ, როცა რუსეთი არის ნუ რაღაც თავკავანების მოქმედებს მანდატყობა ნუ რუსეთი. ეს მინდოდა მეკითხა, ნუ ორმაგად მზადება, თუნდაც კომაგების მხრიდან, თუნდაც ბიჭების მხრიდან, არის რაღაცა ორმაგი პასუხისმგებლობა. ჩემთვის მაგალითად არა, ჩემთვის რაგბია, იქ რუსი მორაგბეა და უბრალოდ მეტოქია და რუსეთი რო ოკუპანტია, ეს რაგბის გარეშე ჩემთვის ძალიან ესეთი თემა რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე არ ვაიგივებ მორაგბეებთან, თუნდაც იმიტომ რომ 2008-ში აგვისტოს ომის დროს რუსეთის რაგბის ფედერაცია იყო ერთადერთი ოფიციალური რუსული სტრუქტურა, რომელიც დაუკავშირდა ჩვენ რაგბის კავშირს და ოფიციალური თანადგომა გამოგვიცხადა. ამიტომ მე აი რუს მორაგბეებს იმ ჰიმნზე, რომელსაც ვერ ვიტანო, ჩემი მტრის ჰიმნი არასოდეს არ დავუსვენ, იმიტომ რომ მორაგბე ღირსეული კაცი დგას იქ. ჩემთვის ნამდვილად სპორტია და პოლიტიკა. დანარჩენ კომაგებს. მაგრამ ამ დროს მინდა ვთქვა, რომ ოლიმპიადა მშვიდობის თამაშებია და მშვიდობის თამაშები საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო ოკუპად ქვეყანაში, ჩემი აზრით არის. ჩვენ დასვლაზე აღარ ვაბარაგობ უკვე. ნუ არ შეიძლება ნიკას არ დავეთანხმო აი ამ დამოკიდებულებაში რუს მორაგბეებთან და იგივეს ვთხოვ რა თქმა უნდა ჩვენ აუდიტორიასაც ვისთანაც მიმიწვდება ახლა ხმა რომ ნუ მადამი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია ერთხელ არ მithქოს და რა ბევრჯერ მithქოს სხვადასხვა გადაცემებში რომ ინგლისი და ირლანდია ახლა ჩვენზე უფრო ტკბილ დამოკიდებულებაში ნამდვილად არ არიან ისტორიული თუნდაც ინგლისელები და შოტლანდიელები და არასოდეს არ ხდება ჯერ ერთ-ერთი მაყურებლების სეგრეგაცია იქ რო ესენ როგორც ფეხბურთზე არის ცალკე ერთი ქვეყნის მაყურებელი ზის და იმას პოლიცია უყურებს და ანიცავს და
ან რაღაცა რაკი აბსოლუტურად გამორიცხულია ესეთი რამე არც მომხდარა და არც ის არ მომხდარა რომ ვინმე ვიღაცის მაყურებელს გადაასხმოდეს თავს რაკში ყველა გულშემატკივარი ერთად ზიან და აქედან გამომდინარე ძალიან კარგი იქნება თუ ეგრეთ წოდებულ სარაგბო კულტურას არა ამ სარაგბო კულტურას ავითვისებთ ბოლომდე თუმცა ნაწილობრივ ნელა ამ კულტურასთან საკმაოდ ახლოს აი ეს მოძიება რატომ როგორ ფიქრობთ ათვისებული გვაქვს ეს კულტურა როგორც ქომაგებს გეკითხებით ეს კულტურა სამწუხაროდ ათვისებული არ გვაქვს და სამწუხაროდ მე ვფიქრობ რომ შაბათს რომ თამაში გაიმართება რუსეთთან მაგაში კიდევ ერთხელ დავწუნდებით იმიტომ რომ რუსეთი საქართველოს თამაში უსწრებს ხოლმე ვინმე რუსეთის ჰიმნზე აი ეს მაინტერესებს რატო არის მოწოდება და ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა აუცილებლად თulis რომ უნდა დაუშვტვინოს და ავიცი 1000 უბედურება ქნას აგრესიულებიც არიან აი იგრძნობა რომ აგრესიით არიან მოსულები და გამოხატავენ ამ აგრესიას ღიად გამოხატავენ მე ბევრთან მქონი ამ დღეების განმავლობაში მაგ თემაზე ლაპარაკი, საუბარი, მაგრამ ნუ ისინი თავის აზრზე არიან, მე ჩემსაც. მაგრამ ისინი ალბათ რაგბის კომაგები არ არიან, უფრო ძირითადად როგორ არის, და მოდიან დიახ, ანუ სხვა მე არავის შეურაცხყოფს არ ვაყენებ, მაგრამ სხვა სპორტებში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იგივე მოედანზე ჩატარდეს თამაში, ხო? სულ სხვა კულტურა არის, სულ სხვა დამოკიდებულება და ანუ საერთოდ სხვა ის არის გარემო. რაგბი არის სულ სხვა რაღაც და თავისი დაწერილი და დაუწერილი წესები და კანონები. მაგალითად, მე არა ვარ ფეხბურთის მოყვარული. არც რაგბის მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ ერთხელ რომ რეგბისთან ისე საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი, ძალიან ბევრი კი მე მგონი ყველა ნაკრების წევრი ხო და ერთხელ რეგბისტელი თუ რაგბისთან ერთად ხო ვიჯექით უყურებდით და თან რომ ამიხსნა ეს რა ხდება აი მან მივხვდი რომ პოკერის მერე რაგბი არის ყველაზე სტრატეგიული თამაში რა ძალიან ემოციებს არის ძალიან ემოციური აი ძალიან საინტერესო თემაში სნუკერით შეგვიძლია ჩავერთოთ მაგ თემაში იმიტომ რომ იქაც საკმაოდ მრავალფეროვანი და ისეთი აზროვნება ჭირდება ხო და რისი თქმა მინდა ეხლა მე რამდენადაც ვიცი ორი ლიგა არსებობს ხო არსებობს აი რო თამაშობენ ირლანდია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ხო, მაგი და მერე არსებობს რუმინეთი, საქართველო, რუსეთი. ხო, ეხლა ამ ერთად თასში ქართველები ვართ ერთ-ერთი უძლიერესები. ფრანგებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ ღირსეული თამაში შეგვიძლია რო ვაჩვენოთ. და რატო ვერ თამაშობთ ხომ? ეს სულ თამაშებია საქართველო, რუსეთი, საქართველო, რუმინეთი რატომ ვერ? გეტყვით. აი მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ეხლა შაბათს არის 6 ერის თამაში უელსი საფრანგეთი, უელსში მილენიუმის სტადიონზე, სადაც ბილეთის ღირებულება არის 75 евро. დღევანდელი კურსით ვარზე რო გადავიანგარიშოთ და რო დავამრგვალოთ არის 210 ლარი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური არის ჩვენს ქვეყანაში მაგ ხელოვანთან კომერციული ტურნირი არის. აი საქართველოში სამოასთან მაგალითად ამაზე მნიშვნელოვანი თამაში მე პირადად არ მოვსწრებდი. თბილისში რა ჩატარებული და ლარი ღირდა ბილეთი და ისე მოხდა რომ იყო სექტორები რომლებიც სარიელი იყო. ანუ ვარს არ იხდიან ადამიანები და ნუ 210 ლარი უბრალოდ წარმოუდგენელია. და შეუძლებელი. ნუ ალბათ კიდევ იმას რეგბის კომპანია თუ ვინც არის რაღაცა რეგბის ფედერაცია ხო ალბათ ცოტა პიარში უჭირთ მაიკოჩი მე. არა, მოგახსენოთ, ვცდილობთ ყველანაირად, მაგრამ ნუ რაღაცები გამოდის, რაღაცები არ გამოდის. ის ქვეყნები, რომელიც ახალგაზრდა გასმობძანა ახლა არიან დამაარსებლები ამ სპორტის შემქმნელები იქ ძვალში რბილში ყველასაა გამჯდარი ქალბატონი სამზარეულოში რომელიც ტრიალებს ისე დაგესაუბრებათ რაგბზე რომ თვალს არ დაახამხამებს და გაგიკვირდება ბარე ორ მწვრთნელს შეიძლება თვალები ღია დარჩეს ესე რომ ეს უკვე ცხოვრების კულტურიდან გამომდინარე გახლავთ და ჩვენს ნელა ამ კულტურას ვეზიარებით ამას სულს ვერაფერს ვერ ხედავ მე არა პირადად თავი დავანებოთ და ფაქტია რომ ქართული რაგბი რაღაც არნახული სისწრაფით ვითარდება და მიდის წინ. ჩვენ ვეღარ მივდიეთ ისე სწრაფად განვითარდა 20 წელიწადში უცებ არაფრიდან გრანდი გუნდი მივიღეთ. რა არის ყველაზე მთავარი მიზეზი? აი ხელშეწყობაზეც რომ ვისაუბროთ,
როგორ მოხდა, ანუ რატო განვითარდა ეს სწრაფად? რა იყო ამის მიზეზი? ამის ბევრი მიზეზებია, და თუ უკაცრავად მაგინდა გეთქვა. არა? ორივემ გამოთქვა. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ერთი და მთავარი რომ ამას გარკვეული წილი საფუძველი ჰქონდა ლელოს სახით და ამას არც არავინ არ უარყოფს და არც არაფერია მათ უარყოფელი. მეორე ეს ქართულ ხასიათში ძალიან კარგად ჯდება რაგბი თვითონ. მესამე ის რომ სხვა სპორტის სახეობებიდან მე ისევ არ მინდა ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო განვითარების გზა ამ ბოლო 20 წლეულში არა რაგბმა მართა სპრინტერული იმისავით გაიარა და განვითარდა და ამაში კი ნამდვილად აი რასაც თქვენ ბრძანებდით რაგბის კავშირის დამსახურება თავპატიში ნუ ჩამომართმევთ მაგრამ საკმაოდ სერიოზული ანუ სწორი პოლიტიკა იქნა წარმართული რაც შეეხება პიარს აქ პიარ მარტო პიარზე არ არის ამ აუდიტორიის მოკრეფა თქვენ ვერ დამისახელებთ მე ვერცერთ სპორტულ ღონისძიებას საქართველოში დღეისათვის რომელიც სტარტდება და რომელიც მოკრიფავს თუნდაც 30000-იან აუდიტორიას აი ესე მარტივად რა ჩვენ 25-30000-იანი აუდიტორია მუდმივად გვყავს მე სანაკრებო დონეზე მაქვს რა თქმა უნდა მხედველობაში კიდე რა უნდა დავამატო იმიტომ რატო განვითარდით მაკითხო დამისვით როგორ საერთოდ დავიცაც ბატონო ხაზი არა ჩემ მე აბსოლუტურად ვეთანხმები ნიას აქ მოხდა ძალიან ბევრ რაღაცების თანხმედრა რა პირველ რიგში ის რომ რაღაცა ერმა დაინახა ამ ბიჭებში რაღაც თავისი რაღაც გამარჯვებისკენ სწრაფის ტოლვა ხო და აქედან გამომდინარე და საოცარი მონდომება იყო ეს ხარდაჭერა და შედეგი დადო რა და თქვენ წარმოგიდგენთ ახლა ნიაზმა კიდევ არ თქვა რომ საქართველოს აი პირველად რომ დაიწყო თამაში ეს იყო 90-იან წლებში მე გვამობ დამოუკიდებელ საქართველოს თორე ხო ჩვენ რა გვს თამაშობთ უკვე 60-იან წლების დაწყისიდან მაგრამ მე აი ყველაზე გაჭირებულ პერიოდში როდესაც ნუ აი მართლა ტრანსპორტი გაჩერებული იყო, სინათლე არ იყო, ხალხი შეშას, სანატრელი ქონდა, ხო და ამ დროს გამოჩნდა რაღაცა ნათელი წერტილი, რომელმაც ამ ბიჭებმა თავიანთი ხარჯით, ზოგმა ბუცი რაღაცა მოიტანა გუნდში ვიღაცა. ხარჯით ცალკე ბოდიში გაწყვეტინებ და იყო მომენტი, რომ აფხაზეთის ომიდან ჩამოდიოდნენ ბიჭები ავტომატებს მიაყუდებდნენ, თამაშობდნენ ერაკს, მიდიოდნენ. და მე ისევ მიდიოდნენ. ხო არა, ეს ამის არ დანახვა, შეუძლებელია მათგანი გარდაიცვალა კიდევაც. კი, საუბედურო ჩვენ და ძალიან კაი ბიჭები. და კიდევ რა მინდა თქვა რომ ესე იგი ამ პერიოდში მოედანიც კი არ იყო, რა, მოედანი არ ქონდა. თქვენ წარმოგიდგენთ, აი ეს ეროვნული ნაკრები ხან ასვალტზე, ხან ბაკის პარკში, ხან რა ვიცი, საათ მარკეტილის მეურნეობის სტადიონი, იმას თუ სტადიონს დავარქმევთ, ნუ პირობითად შემოღობილი სივრცეა რა და აქედან გამომდინარე, ისეთ იყო ეს რაღაცა, ეთყობა გენში იყო ქართველი კაცის, ნუ რაღაცნაირად მეგრე მოხდა ის რომ გაგვიმართლა იმ ხრივ რომ ძალიან სერიოზული ენთუზიასტები იყვნენ გამიგეთ იმ პერიოდში, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო იმ პერიოდში რომ არ ყოფილიყავ მართლა გადამკვდარი ამ საქმეზე რომ ეს წინ წასულიყო, იმიტომ რომ ყველაფერი უკან წავიდა და სწორია ხალხმა ბინები გაყიდა. აი ბენდიანიშვილმა ბინა გაყიდა რომ შეენახა კლუბი. თქვენ წარმოგიდგენთ ესეთი რამე სანმე გინახავთ, სანმე გაგიგიათ, ეს ძალიან იშვიათია და ამან მოიტანა ეს. შემდეგ ხალხმა დაინახა, მე ჩვენი სახელმწიფო შედარებით მოძლიერდა, აქედან გამომდინარე რაღაც გარკვეული მინიმალური თანხები წამოვიდა. შესაბამისად ჩვენმა ბიჭებმა გზა გაიკვლიეს უკვე საფრანგეთში, ძალიან ბევრი იქცავიდა, ძალიან ბევრმა თავისი ფულით. სულ მაინტერესებდა იაშვილი, აქედან წასულია თუ არა, იაშვილი არის დაბადებული, მაგრამ ომის დროს მეორე მსოფლიო ომი მაქვს ხედველობაში. ცით რა არის ეს იაშვილის თემა თვითონ ძალიან აი იაშვილის თვითონ ჩამოვიდა ეს კაცი ხო საქართველოში გაუგნებული იყო რომ მე არ მიცნობდა ნახევარი საქართველოს ალბათ მეტი 80%-ო და ყველა მიცოდა რომ მე ვარსებობდიო და აი სწორედ ეს იყო აი რაღაც გარკვეული ისეც იყო ხატივით იყო ეს კაცი შექმნილი იმიტომ საფრანგეთის ნაკრებში იყო და აქედან გამომდინარე მაშინ 60-იანი ქართველი რაგბისტები აი ბატონიაზი აი ზუსტად იმ პერიოდის მორაგბია და ის გაიხსენებს აი რაღაცა იყო მითი რომ აი არსებობს აი რაღაცა დიდი ადამიანი და მე ჩამოვიდა ჩვეულებრივი ადამიანი ხო ხდებით როგორ მომედია მისი შვილი თქვა შორის ერთი თამაშობდა საქართველოს ნაკრებში 2003 წელს იყო ჩვენთან ბიჭებთან ერთად სოფლიო ჩემპიონატი. ნუ მეორე შვილმა სამწუხაროდ ჩვენთან სამწუხაროდ არინება ჩვენთან თამაში ძალიან დიდი ვარსკვლავია და საფრანგეთის ნაკრების წამყვანი 9 ნომერია და ნუ ვერანაირად ვერ გადმოიბირეს ჩვენებმა ეგრო ყოლოდა ეხლა თვითონ ვერი ვარ გადამოიბირე. მესამე ვერი ვარ ხო მაგრამ შალე დუარდი წყავს მესამე შვილი რა მაგრამ ნუ ეს არის ჩვეულებრივი გაფუჭდა ის ბავშვი. მე მაინტერესებს
როდესაც ახალი თაობა და რაგბი, რამდენად მოდის აი ესეთი მონდომებული ახალი თაობა და რამდენად არის ახალგაზრდებში, პატარებში პოპულარული? პატარებში უფრო პოპულარულია, ახალგაზრდულ ნაკრებს რაც შეეხება და 18 წლამდელებს და ისეთი თაობა მოდის, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენი სისუსტე რაც იყო აი 2000-იან წლებში ხელთამაში უკანა ხაზის ესეც გამოსწორებულია. რაც შეეხება თვითონ აი ახალგაზრდებს, გულშემატკივრებზე მაქვს საუბარი. საკმაოდ რაოდენობრივად მატულობს და ქართულ სარაგბო თემს ოჯახს უნდათ რომ შემოუერთდნენ, მრავლად არიან, მაგრამ რა შეას საქმე? ბევრმა არ იცის რა სპორტია, კარგად არ იცის რა სპორტია რაგბი. არ იცის, ანუ აგახსნით ახლა. არ იცის რა არის მის ტრადიცია, რა ტრადიციები არსებობს, როგორი გულშემატკივრობა არსებობს. განსხვავდება სხვა სპორტისგან, უფრო კონსერვატიულია თვითონ თამაშიც და გულშემატკივრობაც უფრო კონსერვატიულია. ჩვენ ზუსტად ჩვენი ფან-კლუბი ცდილობს იმას, რომ ვინც მოდის ახალგაზრდები, გავერთიანდეთ და კარგად აუხსნათ სოციალური ქსელი იქნება თუ საიტი იქნება რა სპორტია. მოვედი და ამიხსენი. არა, მართლა, აი რაღაც არის წესები, ოქროს წესი, რომელიც უნდა შევასრულო, როდესაც მე მოვდივარ სტადიონზე. ოქროს წესები რა არის? ბილეტი არის დაწერილი. სამზარეულოს მოგახსენებთ, უცოტა ხანში ახდება. ნახევრიან ბილეტზე არის. აუცილებელია მე ეს უნდა სწეთ პატივი. არ უნდა დაუსტვინოთ არც მის ჰიმზე, თუ ისეთი გუნდია კონსულელებს აქვთ, საბრძოლო ცეკვები არ შეიძლება რომ შეურაცხყოფა მიაყენო, იმიტომ რომ ეს საბრძოლო ცეკვა ზუსტად გულშემატკივრისთვის არის და პატივისცემას გამოხატავს. ასევე, როდესაც გვერდზე შეიძლება მოგიჩნდეს მეტოქე გუნდის გულშემატკივარი. ასევე წარმოუდგენელია რაგბიში, რომ მას რაღაც ცუდად მოეპყრა და ასევე უნდა დააფასო მეტოქის კარგი თამაშიც. ეს ისე მოკლედ ისე როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს. დიახ, აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენს ნათქვამს დავამატებ ერთ რამეს, ირლანდიელები იმდენად ვერ ჯდებიან აი იმ საზომებში, რასაც ხა ფეხბურთელები მომიწყენენ რაღაც საფეხბურთო საზომები რო ქვია, რომ მოწინააღმდეგე, როდესაც კარში ურყავს ეს მარტო ირლანდიაშია, მოდით ამასაც გავუსაუბროთ. მაშინაც კი არ უსტვენენ, წარმოგიდგენიათ არ უშნიან ხელს. არ აქვს მნიშვნელობა თავის გუნდი რო კარებში ურტყავს ჯარიმასთან, რეალიზაციასთან რაღაცას. ცხადია რომ იქ არავინ არ ცდილობს საკუთარი აუდიტორია იმას არ დაუსტვენს, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე ურტყავს კარებში, არა მაშინაც კი არ უსტვენენ. ჩვენ გილში აქვს გამჟდარი. არ მოდის ეს 1 დღით, 2 დღით, 5 წლით, 10 წლით. ხო, ესე იგი მთელი გუნდის და ისა გულშემატკივრების ყველა ერთად თამაშობს რა. ძალიან დიდია კიდევ ოჯახური ტრადიციები რაგბიში. იცით როგორ არის? აი ბაბუა, მამა, შვილი ერთად რაღაც მეუღლეებთან ერთად. ანუ მთლიანად აი რაღაც დღესასწაული, აი რო თენდება რა. მე სხვადასხვის უელსელების კლიპი ვნახენია, 1-3 წლის წინ 6 ერის რაღაც პრომოსავით იყო და აი იქ არის როგორ აი დილით ბაბუა როგორ დგება, შვილი რაღაც აი სუ პატარა ვიღაცა ნუ სკოლიდან მოვისო, ერთი სული აქვს რომ მოვიდეს სახში რომ რაღაცა უკვე იმზადებიან რომ აი იმ დღეს უელსის ნაკრები და რაღაცა ჩვენ უნდა ეს აქედან ყველაფერი იწყება თავდება. ანუ ერი იღვიძებს იმ დღეს ამ თამაშით. აი ხა ირაკლიმ სწორად თქვა რომ რაღაცა ყველა ერთად თამაშობს დაუშვათ გულშემატკივარის და მოთამაშეების. ხა კარგი იქნებოდა აქ ბიჭები რო ყოფილიყვნენ უფრო სწორი იქნებოდა მათთვის ეს ამ კითხვის დასმა, მაგრამ თქვენგანაც მაინტერესებს, ანუ არის თუ არა დამატებითი მოთამაშე, მაყურებელი, რამდენად დიდი მნიშვნელობა გულშემატკივრის ჩართულობას აი რომ მე-12 მოთამაშე არის. აქ მე-16, მე-17, მე-18. ერთი არ არის. განდახად რუპი მარტო არის. აი რატო კარგად აგვიხსენით მაშინ რატო არის მამუკან გორგოდის დანს გამიგე მაშინ მარიუპოლში მიფრინავდი და ნუ გზავში საუბრობთ რომ თქვენ არ იცით რამდენად გულდასაწყვეტიაო საფრანგეთიდან რომ ჩამოხვალო ზოგჯერ შეიძლება შენი ხალხითაც მოგიწიოს იმიტომ რომ შენაკრებში ითამაშო გამარჯვებას მიაღწიო და გამოდიხარ და ნახევარ სტადიონი არის ცარიელი აი ძალიან ძნელი ეს მორაგბესთვის შაბათს მოთამაშეებს ძალიან ცუდი რომ ის ყველაფერს დებს და შენ სამლარს არდებ რა მინიმალური შაბათი 5 საათი საღამო მე მგონი აქ უფრო ინტერესის საქმეა და რაღაცა აი ჩემიდან გამომდინარეს კითხვით ალბათ უნდა მიაწვეთ იმას რომ ხალხს გააგებინოთ აი თამაშის წესები აი მე მაგან ბოდიში დამკერა
გოგოზე მეშტა და გამაგები აღმოჩნდა ხა ვიცოდი შეეკინება ათ მიაწვებიან ერთმანეთს მოაწვებიან ის გავაგდება ახტება დაეცემა და ხო თავარია გაიგო რა ხდება რეალურად თამაშიდან გეთახმებით მე არ მგონია რომ ვიცოდე კარგად ესე დეტალურად მაგრამ იმდენად ემოციურია ჩემთვის აი ეს სანახაობა ქართველი ბიჭები როგორ იბრძვიან პირდაპირ მნიშვნელობით მოგებისთვის რომ ჩემზე მაინც მოქმედებს ორჯერ უფრო ბიბზიდველი გახდება როცა წესებსაც შეისწავლით რა დამინჯო ანუ უნდა ვისწავლო აუცილებლად არ არის აქ ისეთი რაღაცა თქვა არ გარკვეულ არავინ არ თხოვს არავის ახლა ჩვენც ახლა რომ ამდენი წელია ჩვენ ამ რაგში ვარ და ახლა ჩვენც ძალიან ბევრი რაღაც ნიუანსები შეიძლება მაგრამ არის რაღაც გარკვეული ისეთი წესები ხო რომელიც უნდა იცოდე შესაბამისად მეგრე უკვე ეს თამაში ბევრად უფრო აღთქმადია აი ბევრად აი დამინჯო მარტო აი თქვენ რასაც ამბობთ მარტო ემოცია რა აქვს მართლა იშვიათია რომ მაგრამ პლუს ამას უკვე თამაშის აი კარგი აუტი ხო ზოგს ეცინება რაშიც და ფეხბურთის იმეებისთვის ხო გულშემატკივარი კარგი აუტის და ვერაფრთაზე ვერ მოდია მაგრამ არის ესეთი თემა ხო ან ფეხით ან ძალიან ბევრი ისეთი აბრაგანის დარტყმა მაგალითად ისე როგორც შეიძლება რომ დაერტყაზა თქვა და არა ესე როგორც ურტყამე ხო აი ეგეთი რაღაცეები რომ უკვე იცის ადამიანმა ხო ის მისთვის ხდება უკვე მართლა დღესასწაული რა ის თამაში რა მაგრამ კიდე ერთს ვამბობ აი თქვენთან მინდა ისეთი რაღაცა თქვა რომ აი რას ნიშნავს რომ შევსება ხო სტადიონს როგორც აი ეხლა რუსეთთან რო გაივსება ეჭვი არ მეპარებ მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი თამაში გველის კიდევ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აი 5ჯერ 10ჯერ მნიშვნელოვანი ეს არის რუმინეთთან თამაში აქ წდება საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ ჩემპიონატზე გასვლის ახლა გეტყვით რა 22-ში ეს ხდება რა რუსეთთან თამაში წყვეტს ამას რუსეთს რომ მოუგებთ გასული ვარ რომელ ჯგუფში გავალთ უკვე არის დამოკიდებული რომ ადგილზე გავალთ 1000 უნდა მოვიგოთ რომ მოუხვდეთ იმ ჯგუფში რომელიც რა ვიცი ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდება ზელანდიელებს ვეთამაშებ ეხლა რა არის იცით აი ზუსტად იმ 22-ში რომელიც არის თამაში რუმინეთსაც პრეტენზიები აქვს რომ ის არის ასე ვთქვათ წამყვანი ქვეყანა 6 ერის შემდეგ რა და არ შეიძლება არ კონდეს ქვეყანას რომელსაც 130 წლიანი რაგბის ისტორია აქვს ხო შეუძლებელი ეხლა მაგათაც არ კონდეს და მაგათ რო ისტორია არ დაგვესიზრო მოდი პირდაპირ იმიტომ რომ ისე თავის დროზე კომუნისტურ ეპოქაში აი როცა ჩეუშესკუ ყავდა ხო ამარცხებდნენ ფრანგებს იმათ ზელანდიასთან 7-3 აქვს წაგებული ხალხი რა სისტემს ზელანდიასთან 7-3 მოგოირლანდიელებს ასე რომ იმათაც ძალიან კარგი გამოსდა ვიღაც საქართველოს და ეს ყველაფერი ხო საქართველოს დაუნგრია თელი ოცნება ხო ხვდებით როგორი მომენტია რა მაგ ზუსტად ერთი პრინციპის გამო არ მიიღეს მე-6 ერად თავის დროზე და რატომ მიიღეს იტალია ეს კომუნისტური ქვეყანა იყო და იმიტომ არ შეუშვეს და იმიტომ 5 ერი გაკეთდა მე-6 ერად მხოლოდ იმიტომ რომ იტალია ბოდიშ და ამოიღეს ამ მინდა რა ქვია რა და გაკაჭეს ეს გაწელეს და შეიყვანეს რომ კომერციულად ეხა აწყობათ იტალია დიდი ქვეყანაა ხო მაგრამ იქ იტალიელებმაც ბევრი მოინდომეს და თუ იმ ხრივ რო სახელმწიფო დაინტერესდა მთლიანად ამ სპორტის განვითარებით რუმინეთი რო ყოფილიყო თქვა ჩაულებრივი ქვეყანა როგორც დასავლური ტიპის ქვეყანა ის ხო დაინტერესდა ბევრად წინ ვერანაირად ვერ მივიდოდა იმ ეპოქის იტალია იმ ეპოქის რუმინეთი ეს როგორც სადა დედამიწა ესეთი განსხვავებული ორი ქვეყანა მაგრამ რა დაიჭაგრენ იმის გამო რომ ჩეუშესკუ ყავდათ რა მოკლედ დიდი მადლობა ხო აი მე მინდა ეს დამიანონსებინა კიდევ ერთხელ მაგრამ მე მგონი რომელიმე თქვენგანი ჩემზე უკეთესად და გულიანად იზავთ ამას თუ შეიძლება ერთ რამეს დავამატებ ისე სხვათა შორის როდესაც საუბრობთ თელი დღე არის იმ თემაზე რომ ბილეთები 3 ლარი ღირს და ბილეთები შეიძლება ისე აღმოჩნდეს რომ შაბათს აღარ იყოს გამომდინარე იმ სიტუაციიდან რაზეც ახლა დათო მილაპარაკა რაზეც ახლა ნიკა მილაპარაკა და რაზეც ყველა ჩვენთაგან ვილაპარაკეთ რომ დიდი შანსია იმისი რომ ბილეთი არ იყოს ამიტომ ყველა გულშემატკივარს ნამდვილად ურჩევდი იმას რომ დროზე დაიჭიროს სტადიონი თუნდაც დღეს ხვალ იმისი რომ მოხდნენ სტადიონზე და არ გაუშვათ არ მოაქვს ხოლმე იმისი ლუზე რომ მივლენ და ბილეთი შეიძლება დახვდეს ბიჭებო თქვენ როგორ მოუწოდებთ მაყურებელს ესე იგი ყველას მთელი გულით რავი ნაკრების სახელით გთხოვთ რომ პატივცეთ სპილჩი ჩვენ ნაკრებს და არ დაუშვთვინოთ არის მათი პირდაპირი მოთხოვნა ჩვენ მივიდივართ მათ საგულშემატკივრად გასამხნევებლად და რასაც ისინი მოგვიწოდებენ გთხოვთ რომ ესე მოვიქცეთ შესაბამისად რასაც დასწეს იმას ერთ რამეს დავამატებდი რა ეს მაწვილები წინა რეპორტაჟს თუ უყურეთ ეხლა გავიგებ სანამ სტუდიაში შევიდოდი რომ ეს ის მაწვილები არიან რომლებიც მთაზე იდგნენ დიდი პლაკატები და გამორჩეული კადრი იყო მახსოვს იმ თამაში და ძალიან დიდი მადლობა მე იმედი მაქვს დავამატებ ჩამოვდიან
მთელი რაგბის უფრო ვინც კი არსებობს რა. აი აუცილებლად ლენინი ჩამოდის. ლაპასე ჩამოდის, ანუ ლაპასე აირბის პრეზიდენტი ჩამოდის, რომელიც ისეთ დიდი დაფასებაა საქართველოს. ჩვენ ყველა ვინც ვიქნებით მოედანზე დიდ კულტურას ვაჩვენებთ და აი ამიტომ უნდა ვაჩვენოთ დიდი კულტურა. იქნება ყველაფერი ძალიან კარგად და რაც თავარია მოვიგებთ, მე დარწმუნებული ვარ ამაში, ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ იმედი მაქვს რომ და სტადიონი შეივსება. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით.